მოგესალმებით თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს 9 საათზე სტუდიაში მაკა ცინცაძე განაგრძობს მუშაობას. ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნო იუწყება მათი ცნობით. რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან დღეს მიიღო. ამ დროისთვის ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხს. თბილისის საქალაქო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს. შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას 17 ოქტომბერს ოფიციალურად მიმართა. მსახიობები ფონდ ქართუს ქველმოქმედებაზე უარის თქმას არ აპირებენ. ერთობლივი გადაწყვეტილება მათ დღეს შემოქმედებით კავშირ თეატრალურ საზოგადოებაში შეკრებისას მიიღეს. შეხვედრას თბილისში არსებული ყველა თეატრის მსახიობთა უმრავლესობა ესწრებოდა. ისინი რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც თეატრის ხელმძღვანელობამ ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან დაფინანსების მიღებაზე უარი განაცხადეს. მსახიობების განმარტებით ისინი ბიზნესმენისგან დამატებითი ხელფასის მიღებაზე უარის თქმას არ აპირებენ. ამის დასტურად კი მათ ხელმოწერებით შეაგროვეს, რომელიც როგორც ფონდ ქართუსა და ბიძინა ივანიშვილს, ასევე თეატრის ხელმძღვანელობასაც გადაეგზავნება. მსახიობთა განმარტებით ისინი მზად არიან თეატრის ხელმძღვანელობის გვერდის ავლით ფონდ ქართუსთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები გააფორმონ. შეხვედრას ყველა მსახიობი ესწრებოდა, ხელმძღვანელებიდან მხოლოდ ავთო ვარციმაშვილი. ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან მოკლედ, ძალიან ლაკონურად გვეთქვა ერთი ფრაზა. ჩვენი აზრით, ჩვენ არ ვწყვეტთ ურთიერთობას ბიძინა ივანიშვილთან. ის რაც მოითხოვა უბრალოდ კულტურის მინისტრმა. მან მოითხოვა, მან დაიბარა, რა თქმა უნდა დაიბარეს, რა თქმა უნდა ეს ინიციატივა არ იყოს თეატრის ხელმძღვანელების, თეატრის მმართველების, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ყველა მმართველს ერთად მოუვიდა აზრად, დაურეკეს ერთმანეთს და კონკავშირული შემართებით წავიდნენ სამინისტროში, რომ აი ამაზე ეთქვათ უარი. ეს არის პირადი ფონდი, კერძო ფონდი და მე უნდა გადავწყვიტო პირადად მსახიობმა, რეჟისორმა, ტექნიკურმა პერსონალმა, რომელიც არის თეატრი, რასაც შეადგენს თეატრი. რისგანაც შედგება თეატრი, მე მოვაწერ თუ არ მოვაწერ ხელს. მმართველმა ეს არ უნდა გადამიწყვიტოს. რადგან საკითხი თურმე, მე ეს არ ვიცი ზუსტად. თურმე რომ თქვენ მსახიობებმა უარი თქვით ამ დახმარებაზე. აი დღეს შევიკრიბეთ და მე ერთ-ერთი წარმომადგენელი ვარ, ვის უნდა წავიღო ეს ამბავი, მე მივიდი ბატონ ბიძინასთან, ქართუსთან და უნდა უთხრა რომ მსახიობებს არ სურთ ხელშეკრულების შეწყვეტა თქვენთან, მადლიერები არიან დღემდე რაც გააკეთეთ და თუ თქვენ არ გსურთ, მადლობთ ბატონო ყველაფრისთვის და გავჩუმდებით. უარი რატომ უნდა თქვენ მაინტერესებს? რა, მდიდარი ხარ? თუ რა, ვერ გამდიდრდნენ უცბა თუ რა? დახმარებას არ გვაძლევს და როგორ მივიღოთ ეს გახმარება კანონის დარღვევის გარეშე. ამასია ლაპარაკი. გამოაცხადეს უკვე დაიბარეს თეატრის უფროსობა და იმათ თქვეს რომ რა თქმა უნდა, არ მივიტანთ ჩვენ განცხადებას. აი ესე თქვა უფროსობამ. ჩვენ წინააღმდეგი ვართ. ჩვენ არ წყვეთ ბატონ ბიძინასთან ურთიერთობას და მადლიერების გრძნობით კიდევ ერთხელ ვეუბნებით, რომ ჩვენ მის გვერდით ვიდგებით ყოველთვის. მე ვარ ის მსახიობი, რომელსაც როდესაც დაენიშნა ბიძინა ივანიშვილი ქართულ ბანკის ხელფასი, მაშინ ვიღებდი სპექტაკლში 21 თეთრს. სპექტაკლს თამაშობდი ალბათ 10 თვეში. როგორ გითხრათ, როცა სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება და არსებობს ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, მე ერთი წუთი არ მიფიქრია, რომ ამას არ ვიმსახურებ და ერთი წუთი არ მიფიქრია იმაზე, რომ მე არ უნდა ავიღო ეს, იმიტომ რომ არსებობს ჩემზე გაჭირებული ადამიანი. ხელისუფლება თავისი მსგავსი წესებით, როგორც ის იბრძვის ხოლმე და რასაც ცდილობს დღემდე, ეხლა ცდილობს ზეწოლას, რომ ჩვენ ჩაგთვალოს უმადურ გამოგვიყვანოს უმადურ ადამიანებად. და ჩვენ ვიცავთ ჩვენ ღირსებას და ვაცხადებთ, რომ ჩვენ მსახიობები, შემოქმედებითი ადამიანები, ეს ძალიან დიდი სფეროა და სხვებსაც მოუწოდებთ, თუ მათზეც განხორციელდება მსგავსი ზეწოლა, ღიად დააფიქსირონ, იქნებიან უმადურები და თუნდაც რომც არ გაგრძელდეს, ვერ მოხერხდეს ჩვენი ურთიერთობების გაგრძელება, ჩვენს გამო არა. რიგი მიზეზების გამო რა ბერკეტებსაც ხელისუფლება ქმნის. ჩვენ ნუ ვიქნებით უმადურები და დავაფიქსიროთ ის მადლიერება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილმა სახე შეგვინარჩუნა და ღირსება შეგვინარჩუნა.
მსახიობების შეკრებას რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო, თუმცა მოგვიანებით განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ლორთქიფანიძე იზიარებს კოლეგების მოსაზრებას და ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე არც ერთმა იმ ადამიანმა უარი არ უნდა თქვას, რომელიც ამ დრომდე დახმარებას იღებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლორთქიფანიძის შეფასებით ეს ჟესტი უმადურობა იქნება. დაუშვათ რომ მე აღარ მომცენ, ესე იგი დაუშვათ ივანიშვილის დახმარება. ამიტომ ხმას მაგათ მივცემ. ეს ხო სისულელია, ეს ხო ისე ნათლად ჩანს, რომ ეს არის ისტერიკაში მყოფი ხელისუფლება, რომელმაც აღარ იცის რა ქნას და აკეთებს რაღაც საოცარ უგუნურ საქციელებს. ეხლა ჯერ ეგეთი დავიწყოთ იქიდან, რომ მოსყიდვას რო ეძახიან და ის მოსყიდვა არ არის 20%-ს დავუმატებთ ხელფასზე, ივანიშვილზე თქვა, ნუ უარიო. ქრისტიან-დემოკრატები ბიძინა ივანიშვილის ფონდის კომპენსირების მიზნით კულტურისა და სპორტის მოღვაწეების დასაფინანსებლად 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ითხოვენ. როგორც ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების წევრმა ლევან ვეფხოძემ განაცხადა, თანხა იმ მეცნიერების, მსახიობების, მომღერლების, მუსიკოსებისა და სპორტსმენებისთვის უნდა გამოიყოს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა. ვიცე-სპიკერის განმარტებით, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ახალი საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული იურიდიული პირების მიერ გაწეული ქველმოქმედება ამ მრჩეველთა მოსყიდვად ჩაითვლება. შესაბამისად, რამდენიმე ათასი მოქალაქე ელემენტარული საარჩევნო საშუალების გარეშე დარჩება. შესაბამისად, ჩვენ მიმართავთ მთავრობას, მიმართავთ მინისტრებს, მიმართავთ კონკრეტულ სამინისტროებს, ეს არის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კულტურის სამინისტრო, რომ დავთვალოთ ეს თანხები, ეს თანხები სახელმწიფოს არ აქვს, არ იცის, ამიტომ დავთვალოთ. ჩვენი წინასწარი დაანგარიშებით არის საუბარი 10-12 მილიონ ლარზე და შევიტანოთ ცვლილება შესაბამისად 2012 წლის ბიუჯეტში, რა თითოეული ადამიანი ეს ადამიანი უნდა იღებდეს იმ თანხას, რასაც აქამდე იღებდა და პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა ახდენდეს ამ ადამიანების ყოველდღიურ ყოფას. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი მაშინ შემაწუხებდა მას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობის საშუალება არ ეძლეოდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშოლმა განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის აზრით, თუ ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა ძვირფასი იყო, მაშინ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის სანაცვლოდ არ უნდა დაეთმო. მისივე თქმით, ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შეკითხვები დასავლეთშიც ისმის, თუმცა პასუხების მოსმენის შემდეგ მათთვის საკითხი გასაგები ხდება. რაც შეეხება ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობის შესაძლო აკრძალვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, გაბაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის უანგარო საქველმოქმედო საქმიანობას დიდი წერტილი დაესვა. მე არ ამგონია, რომ რაიმე შეკითხვები შეიძლება ისმებოდეს იმასთან დაკავშირებით, რა საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებს გაყვება კობა დავითაშვილი მაგალითად, რომელიც ნოღაიდელთან ერთად მიყვებოდა ძალიან მკაფიოდ იმ მემორანდუმის პირობებს, რომელიც ეძინა რასიასთან ქონდათ გაფორმებული. არანაირი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რა საგარეო პოლიტიკური გემოვნება აქვს ამ ხალხს, მე არ მაქვს. რა თქმა უნდა, უცნაურია ერთი შეხედვით აქამდე პროდასავლური იმიჯის მქონე პარტიების და მათი ერთად ყოფნა, როგორც რაც მაგალითად წლების განმავლობაში ალასანია ცდილობდა ეს პროდასავლური იმიჯი შეენარჩუნებინა. მაგრამ ყველაფერი წყდება როგორც ჩანს ერთ დღეში, ერთ საათში ძალიან უცებ და გადამწყვეტი ფაქტორი აქ არის ფული. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი სხვადასხვა კომპანიებიდან გადარიცხულ თანხას პოლიტიკური კოალიციისთვის დახარჯავს, რომელშიც ქართულ ოცნებასთან, თავისუფალ დემოკრატებთან, რესპუბლიკელებთან ერთად კონსერვატორები და ხალხის პარტიაც მონაწილეობს. დავითაშვილის თქმით, ცალკეულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თანხა არა ხალხის პარტიის, არამედ კობა დავითაშვილის პირად ანგარიშზე გადაერიცხა, რაც მისი შეფასებით სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან დავითაშვილის განმარტებით, როდესაც ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა რუსული წარმომავლობის ფულზე, არავინ საუბრობდა. შეგახსენებთ, გასულ პარასკევს თავისუფალი დემოკრატების წევრმა დეპუტატმა გიორგი ცაგარიაშვილმა მთავარი პროკურატურიდან მიიღო პასუხი სადეპუტატო კითხვაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაგუნდელი პარტიების დაფინანსების წყაროებს ეხებოდა. მარც ერთი თეთრი ამ ფულიდან არ დაიხარჯება არა მარტო კობა დავითაშვილისათვის, არამედ არც ხალხის პარტიისათვის არ დაიხარჯება. ეს არის ის თანხა, რომელიც მოხმარდება ოპოზიციური კოალიციის ოფისების გახსნას, პროგრამის გაცნობას საზოგადოებისთვის
და აუცილებელ პოლიტიკურ საქმიანობას. პაპუასი ასე მსჯელობს. თუ მე წავართმევ ცოლს მეზობელს, ეს კარგია. თუ მეზობელი წამართმევს ცოლს, ეს ცუდი. ეს ლოგიკა აქვს ხელისუფლებას, როდესაც შესანიშნავად იღებდა ბიძინა ივანიშვილისგან ფულს, მათ შორის ხელფასსაც და მაშინ ეს არ იყო რუსული ფული, როდესაც ის ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა, ეს არ იყო რუსული ფული და როგორც კი მან ოპოზიცია დააფინანსა, მაშინ გახდა რუსული ფული. ან მაშინაც იყო რუსული ფული, ან ეხლაც არ არის. ლეიბორისტული პარტია ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს საშობაოდ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის 300 ლარის დარიგებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას 7 იანვრამდე დაეხმარება, სანაცვლოდ ლეიბორისტული პარტია მასზე კრიტიკულ განცხადებებს აღარ გააკეთებს. ახალ წელს ჩვენი ხალხის უდიდესი ნაწილი ხდება ცარიელ სუფრასთან მშიერი. წინადადებას ვაძლევთ ოლიგარქ ივანიშვილს, თვითოულ გაჭირვებულს, შობამდე გამოუყოს 300 ლარი ღმერთსაუბრითაა. თუ ამას გააკეთებს, ჩვენ მასთან ვაჩერებთ ოპონირებას და კრიტიკულ დამოკიდებულებას. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ადვოკატებმა თბილისის მერიასა და საქალაქო სასამართლოში საჩივრები შეიტანეს. თბილისის მერიაში საზოგადოებრივი მოძრაობა როსტომ მეფის სასახლის ექსპლუატაციაში არ მიიღება სასაჩივრებს. თბილისის საქალაქო სასამართლოში კი სარჩელი მერისა და ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ შევიდა, რითიც მოძრაობა როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერებას ასაჩივრებს. ქართული ოცნების ადვოკატები მიმდინარე კვირის განმავლობაში სასამართლოში კიდევ რამდენიმე სარჩელი შეტანას გეგმავენ. საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების ბრალდებებს თბილისის მერია პასუხობს. მერის პრესპიკერი ბაჩო დოლიძის განმარტებით, შენობის რესტავრაცია პროექტში არსებული ხარვეზების გამო შეჩერდა. ხარვეზების გამოსწორებისა და მერისთვის უფლება მოსილი პირის მიმართვის შემდეგ ორგანიზაციას მუშაობის გაგრძელების საშუალება ექნება. მერის წარმომადგენელმა შენობაში მყოფ პირებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. დოლიძის განმარტებით, ეს საკითხი კერძო პირების დავისაგანია და თბილისის მერის კომპეტენციას ცდება. როსტომ მეფის სასახლის საკუთრების უკანონო ხელყოფა ხდება ხელისუფლების მიერ პოლიტიკური დევნის მიზნით. იგეგმება ყველა სარჩელის და საჩივრის შეტანა, როგორც თბილისის მერიის წინააღმდეგ, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში და მივაღწიოთ მოკლე დროში ამ შენობის სარგებლობის უფლების აღდგენას. როსტომ მეფის სასახლე ამ შემთხვევაში კომპლექსურად პრობლემატური არის. ერთი, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა არ გვაძლევს საშუალებას ამ შენობით სარგებლობის, რადგან ექსპლუატაციაში არ იღებენ მას. მეორე, ამ შენობაში არიან შეჭრილი ადამიანები, რომელთა გამოყვანას ვერ ვახერხებთ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიმართეთ პოლიციას და მათ ეს ევალებოდათ ან დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღოთ, მაგრამ ყველა დროის გასვლის მიუხედავად არანაირი პასუხი არ არის მიღებული. სასახლის ქვემოთ არის ავტოფარეხები გაკეთებული, რომელიც ქართულ ჯგუფის მიერ არის დაფინანსებული, 1.8 მილიონი ლარი არის დახარჯული მასში და ქალაქის მერია ისე გააუქმა ამ აღნაგობის უფლება, მიზეზიც არ დაუსახელებია. პირველ რიგში იყო შემოტანილი ჩვენთან წერილი არაუფლებო მოსილი პირის მიერ და ასევე ხარვეზები იყო პროექტში. ჩვენ მიუთითეთ თვითონ ხარვეზების შესახებაც და შევთავაზეთ, რომ გამოსწორებული იყო და ამავდროულად უთხარით, რომ უფლებო მოსილი პირის მიერ შემოიტანეთ აღნიშნული წერილი, ამავდროულად გაძლევთ საშუალებას, რომ შიდა სარემონტო სამუშაოები გაგრძელდეს. ექსპლუატაციაში ნამდვილად არ მივიღეთ, იმიტომ რომ კონკრეტულად მითითება მივეცით, რა უნდა გამოსწორებულიყო. მაგის შემდეგ არავით არის, ასე ვთქვათ, არ შეტყობინება არ შემოსულა, არც წერილი არ შემოსულა ჩვენთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე თეა თადაშვილმა 26 მაისს დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თადაშვილმა სრულად დააკმაყოფილა სარჩელის ის ნაწილი, რომელიც ჟურნალისტებისთვის ჯანმრთელობის ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლებს კონსტანტინე სტანინსკის 12 ლარი, თამას კუპრაიშვილს 30 ლარი, ნატო გოგელიას 17 ლარი და 50 თეთრი უნდა გადაუხადოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კი დაეკისრა მატერიალური ზიანი ნაწილობრივ ანაზღაურება არ დაკმაყოფილდა რადიო ცენტრ პლუსის მოთხოვნა ვიდეოკამერის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და ახალი ამბების მოთხოვნა კიდევ ერთი კამერის ანაზღაურებაზე. მოსამართლემ განმარტა, რომ სარჩელის ის ნაწილი, რომელიც მან არ დააკმაყოფილა, არ იყო მტკიცებულებები დადასტურებული და გამყარებული.
ჯანმრთელობის ნაწილში სამივე ჟურნალის, სამივე ფიზიკურ პირს მოსარჩელეს აუნაზღაურდება ზიანი კონსტანტინე სტალინსკის, თამაზ კუპრეიშვილის და ნატო გოგელიას, ხოლო ზიანის ანაზღაურება, რომელსაც როგორც იურიდიული პირები, სააგენტოები, მედია სააგენტოები მოითხოვენ, დაკმაყოფილდა გაზეთი ბათუმელების მოთხოვნა, მან დაკარგა 2 კამერა, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეპესი ახალი ამბების მოთხოვნა, ერთი ფლიპ კამერასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა რადიო ცენტრი პლუსის მოთხოვნა, ასევე არ დაკმაყოფილდა ჩოხატაურის მაცნის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში. მართლ გუნდმა მაესტროსთან მიმართებაში 2 მოთხოვნა აქვს. ერთი რომ ტელეკომპანიის თანამშრომლებს სრულყოფილად მუშაობის საშუალება მიეცეთ და მეორე თავი დაანებონ ამ პროცესების ხელისუფლებისთვის გადაბრალება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილის განცხადებით, მაესტროში არსებული სიტუაციის ერთადერთი მიზეზი ფულია, რომელიც ტელეკომპანიის მესაკუთრეებმა და მართლმა კომპანიამ ვერ გაიყო. მისივე აზრით აუცილებელი იყო პროცესებში საპატრულო პოლიციის ჩართვა, რადგან არსებობდა იმის საფრთხე, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბულიყო და მხარეები ერთმანეთს ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ. ჩვენ პირიქით გსურს რომ მაესტრო მიმაუწყებლოს და გსურს რომ ნორმალურად იმუშაოს, მაგრამ ვერანაირი გარჩევებში რომ ერთი რუსული ფული ერთი ქართული პარტიიდან ვისად მიიტანა, რამდენი დახარჯა, მე რამდენი ეკუთვნის, ჯერ ის უნდა ამოიღოს და ზეიდან მოგება გაინაწილონ თუ პირდაპირ მოგება გაინაწილონ თუ ქეშით გამოვართო ივანიშვილს თუ მესამე ანგარიშზეც არიცხინო, სადმე ეს არ გვაინტერესებს ჩვენ. თვითონ გაარკვიონ ეს არის მათი კონფლიქტის მიზეზი, ფული რომელიც არის მათი ასაღები, ვისგან არის ასაღები, ეგეც არ ვიცით, კიწმარეშვილი ეძახის რომ ივანიშვილისგან, ღოლონტი ეძახის რომ ივანიშვილისგან არა სხვისგან, მაკა ასათიანისგან, არ არის ჩვენი საქმე მართლა. თავარია ერთი რომ ფიზიკურად რომ ერთმანეთს არ გასწორებოდნენ, ამისთვის უნდა ჩარეულიყო პატრული და ჩაერია კიდევაც, იმიტომ როცა ასეთი ტიპის ადამიანები ამ ხელა ფულზე დაობენ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. პალიტრა მედიამ კი საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცრუცნობების გავრცელებისთვის საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს სასამართლოში უჩივლა. სტატია ამის შესახებ კვირის პალიტრის დღევანდელ ნომერში გამოქვეყნდა. პალიტრა მედიის ადვოკატი ზვიად კორძაძის განცხადებით შალვა ნათელაშვილს საკუთარი სიტყვების უკანწაღებან მის მიერ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის დამტკიცება მოუწევს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა რამდენიმე მედია საშუალების მეშვეობით პალიტრა მედიას სხვადასხვა სახის ბრალდებები წაუყენა. მისი განმარტებით მედია ჰოლდინგს ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს და ქართულ ბანკიდან ჰოლდინგის ანგარიშზე წლების განმავლობაში მილიონებია გადარიცხული. გარდა ამისა, ნათელაშვილი პალიტრას საბურთალოს ქუჩაზე სკოლის შენობის მითვისებაშიც ადანაშაულებს. პალიტრა მედიის ადვოკატი ზვიად კორძაძის განმარტებით, შენობა, რომელიც შალვა ნათელაშვილის მტკიცებით კვირის პალიტრამ ბავშვებს წაართვა, სკოლის კუთვნილება არასდროს ყოფილა. შალვა ნათელაშვილის ბრალდებების საპასუხო თავდაპირველად პალიტრა მედიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ლეიბორისტული პარტიის ლიდერს მის მიერვე გავრცელებული ინფორმაციის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანან საკუთარი სიტყვების საჯარო უარყოფა მოსთხოვა. გარდა ამისა, ნათელაშვილმა სარჩელის შეტანამდე მედია ჰოლდინგიდან მიწვევა და ფინანსური დოკუმენტაციის გაცნობის შეთავაზებაც მიიღო, თუმცა უარი განაცხადა. შალვა ნათელაშვილი პალიტრას მისამართით ბრალდებებს დღესაც იმეორებს და მისი ინფორმაციის სიზუსტეში ეჭვი არ ეპარება. იმის გამო რომ ღარიბი და უფულო ვარ, ძალიან ნუ დამჩაგრავ. ცოტა დამჩაგრე. ამას ავიდან, მაგრამ აი ძალიან ნუ გადამივიდი რა. იმის გამო რომ ჩემგან არ ელოდები დაფინანსებას. აი ეს იყო ჩვენი ცოტა მკვეთრი რეაქციის საფუძველი. სხვა არაფერი ურთიერთობა ცუდი მათთან არ ქონია და არ აქვს. სკოლის შენობა შადრეში მოდამთავრე ეგ სკოლა, აგერ შორტებიანი, ყელსახვევიანი სურათი შენახულიც აქვს და მაგას გაუგზავნოთ. მედია კოალიციის წინადადებას წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დროის ბიუჯეტიდან კომპენსირების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობა არ იზიარებს. ამ საკითხზე დებატები დღეს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა. მედია კოალიციის წარმომადგენელმა ლაშა ტუღუშმა წარადგინა კოალიციის წინადადებების საარჩევნო კოდექსის პროექტთან დაკავშირებით და ისაუბრა ტელეკომპანიაში პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი უფასო დროის ბიუჯეტიდან კომპენსირების აუცილებლობაზე. ასევე მედია კოალიცია ითხოვს, რომ ფასიან რეკლამაზეც დაწესდეს და ზღვარი, რადგან წინასაარჩევნო შესაძლოა სარეკლამო დროის ფასმა მკვეთრად მოიმატოს, რაც პოლიტიკური პარტიებისთვის სერიოზულ ბარიერს ქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა კი წინადადებები არ გაიზიარა. მისი არგუმენტით, პოლიტიკური პარტიებისთვის გამოყოფილი მილიონი ლარიდან 300,000 ისედაც გათვლილია სარეკლამო მომსახურებისთვის, ამიტომ საპარლამენტო უმრავლესობას უფასო დროის კომპენსირების წინადადებაზე მიუღებლად მიაჩნია. რაც შეეხება ლიმიტს, აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ შეუძლებელია ჩარევა კერძო სექტორის საქმიანობაში და მათთვის გარკვეული ჭერის დაწესება. საჭიროა
უფასო სარეკლამო დრო იყოს კომპენსირებული, იმიტომ რომ ტელევიზიაზე ძალიან ძიმე დაწვება ეს ასე ვთქვათ, უფასო ეგრეთ წოდებული დრო, ამიტომ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის და არანაციონალური არხებისთვის. მეორე თემა არის ინსტიტუციონალიზაცია დებატების. მოგახსენებათ, საქართველოში პრაქტიკულად ყველა არჩევნები, რომელიც ჩატარდა სერიოზული ფორმალიზებული პროგრამული ხასიათის დებატების გარეშე. ფარული რეკლამა, რომელიც ძალიან უხვად არის ქართულ მედიაში, უნდა ჩვენ გავაკეთოთ ზუსტი დეფინიციები და შევზღუდოთ. თავარი არის რომ ის ნორმები, რომელიც გულისხმობს სამართლიან უნდა მოხდეს და მიუგრძელოთ გაშუქებას საარჩევნო კამპანიას ეს ნორმები პროექტში ჩაიგდო. რაც შეეხება მათ კანონ პროექტს, ახლა დეტალურად გავიხილოთ პოლიტიკურ პარტიებთან და მე შემდეგ მივიღებთ გაწყვეტილებას ხვალისთვის. არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ. სამართლიანი არჩევნების ახალგაზრდა იურისტებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელთა განცხადებით პარლამენტის მიერ მომზადებულ ცვლილებათა ამოქმედებამ ამომრჩევლებს პოლიტიკურ პარტიებს, პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ბიზნეს კომპანიებს, იქ დასაქმებულ ადამიანებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. ცვლილება ეხება ამომრჩევლ მოსყიდვაზე კანონის გამკაცრებასა და პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის გამკაცრებულ რეგულაციებს. არასამთავრობოები მოუწოდებენ საკანონმდებლო ორგანოს თავი შეიკავონ მკაცრი ცვლილებისგან, რომელიც კერძო სექტორს არაპროპორციულ შეზღუდვებს უწესებს და მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მოუწოდებთ საქართველოს პარლამენტს დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, გაითვალისწინოს სამოქალაქო სექტორის მოსაზრებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას და მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს კერძო სექტორის და ამომრჩევლის გამოხატვის თავისუფლებას, შექმნის პოლიტიკურ გაერთიანებებისათვის თანასწორ და კონკურენტულ საარჩევნო გარემოს, არ დააწესებს მკაცრ და არაპროპორციულ შეზღუდვებს წინა საარჩევნო პერიოდში ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისათვის. არის ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება ხარჯებს, თუ კი ხარჯები არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, ეს ერთი საფუძველი არის შეზღუდვის. მეორე არის თუ კი ორგანიზაციის წარმომადგენელი ან ვიღაც ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული პირი აკეთებს გაჯარო განცხადებებს და მოუწოდებს, რომ რომელიღაცა პარტიის მხარდაჭერა მოხდეს, ეს არის მეორე საფუძველი და მესამე არის თუ კი სხვა სახით იმყოფება პარტიის კონტროლ ქვეშ. ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც მოწოდებაზე არის საუბარი, მოწოდება და ზოგადად ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ქვეშ და არ შეიძლება რომ ვიღაცის მხრიდან აზრის დაფიქსირება გახდეს კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის შეზღუდვების დაწესების საფუძველი, ის რომ ნებისმიერ პირს, რომელიც იქნება რომელიმე იურიდიულ პირთან დაკავშირებული, იურიდიულ პირთან ჩვენ შეგვიძლია ვიგულისხმოთ ჩვეულებრივი ბიზნეს კომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ასე შემდეგ, თუ ამ ეს ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები და წარმომადგენელი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს ამ ორგანიზაციის უბრალოდ თანამშრომელი, მოუწოდებს ვინმეს, რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, ეს ორგანიზაცია დააქვემდებარება იმავე რეგულაციებს, რაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავლები არის ლიმიტირებული, მათი ანგარიშგებაც არის კონტროლის პალატის წინაშე, ანგარიშვალდებულება უჩნდებათ ამ ორგანიზაციებს. ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის რეგულირებები გავრცელდება, გამოხატვის თავისუფლება არ უნდა იზღუდებოდეს არც ერთ შემთხვევაში. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით იზღუდება ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლება როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისა საარჩევნო პერიოდში, რომ დააფიქსირონ ღიად მხარდაჭერა რომელიმე პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ, ასევე შემოდის მთელი რიგი ძალიან მკაცრი და არაპროპორციული სანქციები, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვისთვის, ერთის მხრივ დასჯადი ხდება არა მარტო ნებისმიერი რაოდენობის ქონების გადაცემა, ანუ ამომრჩევლის მოსყიდვა, არამედ თავად ამომრჩეველი, რომელიც მიიღებს ამ ქონებას, იგი შეიძლება დაისაჯოს სანქციის სახით შეეფართოს 3 წლის თავისუფლების აღკვეთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კოდექსით, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ ხდება საჯარო მოხელეების მიერ, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, თანამდებობის ბრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.
Deputati Tamas Dias-Amdzeki საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების კანონიერ ვადაში ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. Dias-Amdzის განცხადებით, კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წლის იანვარში, ხოლო საპარლამენტო 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს. ამ მოთხოვნით ის პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარეს და უმრავლესობის ლიდერს გაუგზავნეთ წერილი თანდართული კონსტიტუციური კანონპროექტებით, სადაც ვითხოვ, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი არჩევნების ვადები გადმოტანილი იქნეს კანონიერ ვადებში. კონსტიტუციაში მითითებული არის პრეზიდენტის ვადად, არჩევნების ვადად 2013 წლის ოქტომბერი და უნდა იყოს 2013 წლის იანვარი. პარლამენტისა კი მითითებულია 2012 წლის ოქტომბერი და უნდა იყოს 2012 წლის მაისი. და ვითხოვ, რომ მათ შემოიტანონ კანონპროექტი და მოახდინონ კონსტიტუციაში ამ კანონების აღმოფხვრა. პარტია თავისუფალი საქართველო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, ხვალ პარლამენტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავს. თავისუფალ საქართველოში მიიჩნევენ, რომ პროექტი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების დამოუკიდებლად ფუნქციონირების შეზღუდვას წარმოადგენს. ხელისუფლება არ იკმაყოფილდება იმით, რომ ადაპოლიტიკურ გაერთიანებებს იგი ურზალავს ფულის ჩარიცხვას, რაც პოლიტიკური პარტიების ცხოვრების აუცილებელი პირობაა, იგი პირდაპირ და არაპირდაპირ და ესე წერია პირდაპირ კანონის პროექტში ურზალავს ყველა იმ ადამიანს, ვინც ოდნავ მაინც გაეკარება ან გამოხატავს თავისუფალ აზრს რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად. ჩვენ თავისუფალი საქართველო გვმობთ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. პარლამენტისაგან მოვითხოვთ, რომ არ მიიღოს ეს მუხლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, მიმართავთ ევროსაბჭოს შესაბამის კომიტეტებს და მიმართავთ ევროსასამართლოს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო. მიმდინარე წელს პარლამენტის კიდევ ორი რიგარეშეს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის რიგარეშეს სხდომები 27 და 28 დეკემბერს გაიმართება, სადაც მესამე მოსმენით ახალ საარჩევნო კოდექსს და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს დაამტკიცებენ. გასული კვირის რიგარეშეს სხდომაზე პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვასთან დაკავშირებული პროექტის მეორე მოსმენით შესაბამისად დამატებითი რიგარეშეს სხდომის დანიშვნის გარეშე მისი საბოლოო დამტკიცება წელს ვერ მოესწრებოდა. საკითხები ჯერ კიდევ ბევრია დარჩენილი, მათ შორის არის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ხვალ გვექნება განსახილველი საკონსტიტუციო ცვლილებები, საარჩევნო კოდექსის ცვლილებები, პარტიების დაფინანსების კანონის ცვლილებები, მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტები და იმედი მაქვს, რომ ხვალდაზექ დებატების გათვალისწინებითაც მაინც მოვასწრებთ მუშაობის დასრულებას. ძალიან ბევრი საკითხი იქნა მოგვარებული, მათ შორის მნიშვნელოვანი გახლავთ, რომელსაც ჩვენ დაჩქარებული წესით განვიხილავთ, მედიაციის სამსახურის შექმნა და მისი ფუნქციების გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც წარმოიშვება დავა დაზღვეულსა და სადაზღვეულ კომპანიას შორის, საავადმყოფოსა და პაციენტს შორის, ეს დავა უნდა იქნას ძალიან სწრაფად და ეფექტურად გადაწყვეტილი და ამ გადაწყვეტილებების მიღების შემდგომ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ დაცული იქნას პაციენტის უფლებები, კიდევ უფრო მეტად იქნას დაფასებული კარგი ექიმის შრომა და ბუნებრივია საბოლოო ჯამში მოგვარდეს ის პრობლემები, რაც ჯანდაცვის სექტორში ჯერ კიდევ არსებობს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის აზრით რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებულია იმით, თუ როგორ შეთანხმებას მოეწერა ხელი. სწორედ ამის დასტურად აფასებს კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებებს. კაპანაძის თქმით, ლუკაშევიჩის განცხადებების ადრესატები აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან. ასეთი განცხადებით რუსეთს სურს დაარწმუნოს საზოგადოება, თითქოს საქართველო აიძულეს თავისივე წითელი ხაზები გადაეკვეთა. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადებით რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაფორმებული შეთანხმებით ქართულმა მხარემ მოსკოვის მსგავსი ვალდებულებები აიღო და ფაქტობრივად აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარა. კარგად გვესმის, რომ რუსეთის ხელისუფლება შეშფოთებული არის იმით, თუ როგორი შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ადრესატი ამ განცხადების და ამ კომენტარის არის პირველ რიგში მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები, რადგან
ამ მთელი მოლაპარაკებების და მთლიანად ამ პროცესის განმავლობაში, როგორც მოგეხსენებათ, ჩართული არ იყვნენ არც ცხინვალის და არც ოხუმის მანიტური რეჟიმის წარმომადგენლები და ეხლა ასეთი შეფასებებით, ესეთი განცხადებებით მათ სურთ დაარწმუნონ ეს ადამიანები, რომ თითქოს ამ შეთანხმებით ყველაფერი რიგზე არის და რომ თითქოს პირიქით საქართველოს აიძულეს რაღაც თავის წითელი ხაზები გადაეკვეთა. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია ამ კომენტართან დაკავშირებით, კარგი იქნება თუ ის ხალხი, ვინც კომენტარს აკეთებს ამ შეთანხმებაზე, კარგად გაეცნობა პირველ რიგში შეთანხმების შინაარსს. თუ ბატონი ლუკაშევიჩი ან რომელიმე სხვა კომენტატორი ამ შეთანხმებაში იპოვის ისეთ ტერმინებს, როგორიც არის საბაჟო ტერმინალი ან საექსპორტო დეკლარაცია, რომელზეც განსაკუთრებული აქცენტი ჰქონდათ გაკეთებული, ძალიან საინტერესო იქნება და ვთხოვდი რომ გვაჩვენოს სად არის ეს აღნიშნული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2011 წელი შეაჯამა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებით საქართველოს 2010 წლის მსგავსად 2011 წელს 22 ქვეყანასთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა. მინისტრის მოადგილემ 2011 წლის მთავარ მიღწევად კი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება მიიჩნია. როგორც სერგი კაპანაძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, ასევე მნიშვნელოვანია ასოცირების შესახებ შეთანხმებაში არსებული პროგრესი და ის, რომ მომდევნო წლების განმავლობაში შექმნება სერიოზული დიალოგი ევროკავშირთან სავიზო საკითხებთან დაკავშირებით. საგარეო წყობაში ასევე ქვეყნის დიპლომატიის წარმატებად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიღწეულ შეთანხმებას ასახელებენ. ყველაზე უფრო აღსანიშნავი არის ბუნებრივი ევროკავშირთან დაახლოება, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაში არსებული პროგრესი, ის რომ ჩვენ დავიწყეთ თავისუფალ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ის რომ მომდევნო წლის განმავლობაში იქნება სერიოზული დიალოგი სავიზო საკითხებზე ევროკავშირთან, ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება ამ წლის განმავლობაში, ჰქონდა, როგორც ეგან აღნიშნე, მნიშვნელოვანი წარმატებები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, ამ წლის განმავლობაში რამდენიმე საელჩო გაიხსნა სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, დავამყარეთ 22 ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, ჰქონდა რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი წარმატება, მოგეხსენებათ, რომ საქართველოში იყო ნატოს გენერალური მდივნის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საკმაოდ წარმატებული ვიზიტი, გრძელდება საქართველოს დაახლოება ალიანსთან, ჰქონდა საკმაოდ წარმატებული რეზოლუცია გენერალურ ასამბლეაში დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სადაც როგორც გახსოვთ, გაიზარდა ჩვენი ამ რეზოლუციის მომხრეების რაოდენობა. რუსეთში მიმდინარე მოვლენები იმის ნიშანია, რომ საზოგადოებას მოთმინების ფიალა აევსო. ამის შესახებ ჟურნალისტებთან შეხვედრისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა განაცხადა. ამავე კონტექსტში დეპუტატი ვარაუდობს, რომ რუსეთის მმართველი გუნდისთვის მომავალი ცხოვრება ადვილი არ იქნება. გაბაშვილმა ისიც განაცხადა, რომ 2011 წლის განმავლობაში ეგვიპტის, ტუნისის, სირიისა და სხვა არაბული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი საპროტესტო ტალღა პუტინს ნელ-ნელა უახლოვდება. შეგახსენებთ, რუსეთში 4 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები იმართება. ჩეკისტურ FSB-ს რეჟიმი, რომელიც მართავს რუსეთს, რომელიც არის სულ უფრო და უფრო ყოველდღიურად აგრესიული თავის ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ავტორიტარული ქვეყნის შიგნით, აი ამ რეჟიმმა უცებ დაანახა ადამიანებს, რომ ის არის ყველაფერზე წამსვლელი. და შესაბამისად ამან გამოიწვია ძალიან დიდი ტალღა პროტესტისა. ადვილი ცხოვრება, ასე ვთქვათ, ამ რეჟიმს არ ექნება, მას მოუწევს ამ ახალი რეალობისთვის თვალის გასწორება, ხოლო იმ ადამიანებს, რომელსაც გამოთქვეს პროტესტი, მათ მოუწევთ უფრო მეტი ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ორგანიზება უფრო ეფექტურად საკუთარი პროტესტისა და როგორ გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომელიც მათ აქვთ. რაც შეეხება პუტინის რეაქციას, ეს იყო მართლაც საშუალო დონის ჩეკისტის რეაქცია, როცა მან სალანძღავი სიტყვებით მიმართა თავის ოპონენტებს. ქართული დასის ლიდერი ჯონ დი ბაღათურია პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას იმპიჩმენტის დაყენებას გეგმავს. როგორც ბაღათურიამ დღეს პარლამენტში განათლების სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას განაცხადა, განათლების სფეროში ელიტარული კორუფცია მოქმედებს, რის საფუძველზეც ხედვა საჯარო სკოლების შემცირება და მათი კერძოთი ჩანაცვლება და ამის მაგალითად გოროზიას ოჯახის მიერ მარტვილში კერძო სკოლას სხივის გახსნა დაასახელა. მისივე თქმით, საჯარო სკოლების ოპტიმიზაცია არ არსებობს არანაირი კრიტერიუმი. ირანის სარგებლის მიღების მიზნით იქნა შექმნილი დაფუძნებული კერძო სკოლა სხივი
და ეს უკვე დანაშაულია, იმიტომ რომ არა აქვს ესე იგი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნებს უფლება იქნებოდეს განათლების სფეროში ისინი და მათი ოჯახის წევრები აწარმოებდნენ კერძო ბიზნესს, თუმცა ეს პირები ამით არ შემოიფარგლენ, ამუშავეს კორუმპირებული კლანური სქემა, რომლის მიხედვითაც ხურავდნენ იმ სკოლებს, რომლებიც კონკურენციას უწევდნენ მათ კერძო სკოლას და შესაბამისად ბავშვები ეს გადაკაჩვა ხდებოდა აი ამ სკოლებში. ყველა სიტყვა, რასაც მე ვამბობ, არის დადასტურებული კონკრეტული დოკუმენტური მასალებით. დღეს კი ქარელში თავისუფალი დემოკრატების რეგიონული ოფისი გაიხსნა, რომელსაც ჩმაგი კოპაძე უხელმძღვანელებს. თავისუფალი დემოკრატები 4 თვის განმავლობაში რეგიონული ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად მომსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებდნენ. შეიმუშავეს სამოქმედო სტრატეგია და შეარჩიეს კადრები ქარელის რაიონში. თავისუფალი დემოკრატების განცხადებით 15 იანვრიდან პარტია ირაკლი ალასანიასთან ერთად რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავს. ეს პერიოდი სექტემბრის თვიდან ფაქტურად პარტიის ჩამოყალიბებას და ორგანიზებას დაჭირდა, მაგრამ მართლა სასიხარულოა, რომ ადამიანებს თითქმის იმედი დაუბრუნდათ. ჩვენ გველის ძალიან ძიმე, ძალიან დიდი ბრძოლა და უკან დახევა აღარ შეიძლება. თითქმის მთელი რაიონის სოფლები მოვიცვით, ხალხი დავაკომპლექტეთ და ახლა აქტიურად დავიწყებთ იანვრის თვიდან ჩვენ ლიდერთან ერთად, ბატონ ირაკლი ალასანიასთან ერთად სოფლებში სიარულს და გაცნობას სოფლის პრობლემებთან დაკავშირებით. მაუდის ფაბრიკის აქციონერებმა საკუთარი წილის დაბრუნების მოთხოვნით მორიგი აქცია კანცელარიის შესასვლელთან გამართეს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან და პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისგან საკუთარი წილების დაბრუნებას მოითხოვენ. მათივე თქმით, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ. ამ ადამიანებს ართმევენ თავიანთ ქონებას მაუდის კომბინატში, ასევე ართმევენ მიწას და ეს ადამიანები მოსულები არიან დღეს აქა, უკვე ბოლო გამოსავალი არის მათი და ბოლომდე იბრძოლებენ, ღამეს გაათევენ აქა და გააგრძელებენ ბოლომდე ბრძოლას, რომ მათ ეს ქონება არ წაართვა. ეს არის მათი საკუთრება და სააკაშვილის ხელისუფლება და გილაურის ხელისუფლება მათ ამ ქონებას ართმევს. განცხადებით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის სამინისტროს, პრეზიდენტის აპარატს, რომ მაუდის აქციონერებს თაღლითურად წართმეული აქციების დაბრუნებას ვითხოვთ. მიწა, რომელიც ამ ხალხის სახელზე იყო გაფორმებული, ბანკში ჩაუდვიათ საქართველოს ბანკში და წართმევას ფიქრობენ პირდაპირ სახელმწიფოს რომელიღაცა წევრები. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, იმიტომ რომ ქონება, რომელიც არის საკუთრება, პირდაპირ ართმევს სახელმწიფო. ფრინავთა ასოციაციის წევრებმა კი პენსიის მატების მოთხოვნით ევროკავშირის ოფისთან აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი პენსია 70 ლარში ადგენს, ამ თანხით არსებობა კი შეუძლებელია. მათი განმარტებით გაუსაძლისი პირობების გამო 6 ადამიანი გარდაიცვალა, 2-მა კი თავი მოიკლა. ყოფილი მფრინავების აქციას კონსერვატიული პარტიაც შეუერთდა. ვეტერანი მფრინავები აგრძელებენ ბრძოლას გადარჩენისათვის, სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას იმ მდგომარეობას, როცა პროფესიული დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს 100 ლარიან პენსიას ადლებენ, რომელიც ჩვეულებრივი პენსიონერისთვის არ არის საკმარისი, ვინაიდან ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჩვენ იმ ადამიანებთან, ვისაც აქვს ძალიან რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგანაც ავიაცია თავისთავად აპრიორი იწვევს სხვადასხვა ტიპის მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებს, ბევრი მათგანი უექიმობის გამო დაიღუპა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, ჩვენ ინფორმაციით 6 იყო ასეთი შემთხვევა, ხოლო 2-მა თავის კი მოიკლა. გამოვა მდგომარეობაში არიან ეს ადამიანები, სულ 250-მდე მფრინავზე საუბარი და მათი ძირითადი მოთხოვნა ბუნებრივია სისხლის გარჩევისთვის აუცილებელი ოდნავამდე პენსიის გაზრდა. სამწუხაროდ ავიცდებათ ხალხი, ადამიანი როგორც ასეთი, ავიცდებათ ის წარსული, რა გააკეთა სამოქალაქო ავიაციის მუშაკებმა, კერძოდ ომის პერიოდში, აფხაზეთის ომის პერიოდში მხედველობაში, ეს სამაჩაბლოსი, სადაც არ უნდა იყოს ჩვენი ავიატორი და ყოველთვის ყოფილ სამსაკავშირში ყველა ამაყობდა ქართველი ავიატორებით. დღეს კი არც ერთ რესპუბლიკაში არ არის ასეთი სამარცხვინო ეგრეთ წოდებული კომპენსაცია.
თბილისის მერია ცნობილი მსახიობისა და ცხოველთა დამცველის ბრიჯიტ ბარდოს მიერ თბილისის მერისადმი მიწერილ ღია წერილს პასუხობს და თბილისში ცხოველებისადმი მოპყრობის თვალსაზრისით მიმდინარე რეფორმებს აცნობს. მერის საპასუხო განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქ თბილისის მერის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ ქუჩის ცხოველებზე კონტროლის მიზნით რეფორმა გაატარა. დაწყებულია თავშესაფრის მშენებლობა, სადაც მოხდება უსახლკარო ჯანმრთელი ცხოველების მოულა დაბინავება. შეძენილი იქნა ახალი თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა და სატრანსპორტო საშუალება, რათა მოხდეს ცხოველის ტრანსპორტირება თავშესაფრამდე და ხდება სპეციალური მეთოდით გამოკვლევა, რამდენად საშიშია ის საზოგადოებისთვის. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი ხდება ცხოველის ცივილური მეთოდით დაძინება, ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ბრიჯიტ ბარდომ თბილისის მერ გიგი უგულავას ღია წერილით მიმართა, სადაც თბილისის მერია ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა.